შემოგვიერთდა ბავშვთა ნევროლოგი ქალბატონი თამარ ედიბერიძე. სტუმართან ერთად ვისაუბრებთ თემაზე ბავშვები და განათლება, ესე იგი, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის განვითარებისთვის სხვადასხვა წელიწადსიარული და როგორ ეთავსება ეს თქვა დაწყებით კლასებში სწავლას. აი სწორედ ამ თემაზე გვინდა ვისაუბროთ ქალბატონ თამარ, მოგესალმებით. მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. მადლობა მოწვევით. რა თქმა უნდა, ჩვენ მშობლებს ყოველთვის გვინდა რომ მაქსიმალურად განვითარებულები იყვნენ ჩვენი შვილები, სხვადასხვა სფეროს გაეცნონ და ეს მოხდეს, ვთქვათ, სკოლაში შესვლისთანავე, დაწყებით კლასებშივე, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა და ბავშვის ინტერესების აღმოჩენაც ასევე, რომ არ დავაზიანოთ პირიქით ბავშვი. აი ამაზე ამით დავიწყოთ საუბარი, რამდენად მნიშვნელოვანია ზომიერების დაცვა და როგორ მოვნახოთ ეს ბალანსი ბავშვის ინტერესებსა და მის შესაძლებლობებს შორის. აი არაჩვეულებრივი მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის, ძალიან აქტუალური თემა და არაჩვეულებრივი შესავალი, ვინაიდან ერთის მხრივ ჩვენი мотиваცია რომ არ დავაკლოთ რამე სრულიად ლოგიკურია, თუმცა მეორეს მხრივ სწორედ მოქროს შუალედი არ ვავნოთ, არის არანაკლებ მნიშვნელოვანი. ამაში თეორიულად მშობლები გვეთანხმებიან, ოღონდ რა თქმა უნდა ცოტა ზედმეტი მოგდუს ხოლმე, იმიტომ რომ იმდენად გვინდა რომ არაფერს გამოაკლდეს ბავშვი, ჩვენ არ დავაგვიანოთ რამე, რომ ცოტა შეიძლება ზედმეტი მოგვივიდეს. აი სად გადის წითელი ხაზები მაგალითად, რომ არ დავაკლოთ და არ ვავნოთ, აი ვეცადოთ რომ ეს ჩამოვაყალიბოთ დღეს სწორედ. რა თქმა უნდა. ანუ თეორიულად ითვალისწინებს, თუმცა პრაქტიკაში არ გამოდის. კი, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძნელია ხე მშობელი არ დაგეთანხმოს, რომ მე არ მინდა რომ ზიანი მივაყენო, რა თქმა უნდა, თუმცა არ მინდა რომ დავაკლოთ. ჩვენც ვეთანხმებით, რომ ბავშვს არაფერი არ უნდა დავაკლოთ, მაგრამ არ უნდა დავაზიანოთ. ოღონდ ბალანსის დაცვა გვიჭირს ხოლმე კი. აქ ხშირად მოქმედებს ისიც, რომ აი რაღაცა მიმბაძველობა და უშუალოდ იქ რაღაცა საერთო სამეგობრო წრე და ასე შემდეგ, ბევრი ფაქტორი მუშაობს. ჩვენ დღეს ვცადოთ, რომ მეტნაკლებად იდეალური ვარიანტი შევთავაზოთ მშობლებს, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს საკუთარი ოჯახის შესაძლებლობები, ბავშვის შესაძლებლობები, მოთხოვნები, სურვილები ყველაფერი ერთად უნდა გავითვალისწინოთ. პირველ რიგში, რაზეც სპეციალისტებს გვაქვს ხოლმე სწორება, განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, თუმცა ეს არც ერთ ასაკში ჩვენთვისაც კი არ არის მეორე ხარისხოვანი, ფიზიკური აქტივობა არ უნდა დავაკლოთ. განსაკუთრებით აი დაწყებით კლასებში რა არის განსხვავებული, რა შემოდის, ბავშვი იგულისხმება, რომ ბაღში დადის, ეს მოსამზადებელი პერიოდი გავლილი აქვს, მაგრამ საბავშვო ბაღი მაინც უფრო თავისუფალი თამაშია, მეტი მოტორული აქტივობა, როგორც კი ბავშვი მიდის პირველ კლასში, მეტად გადადის მჯდომარე პოზიციაში, ხო, გაკვეთილი მაინც მერხთან ჯდომას გულისხმობს, გაცილებით ხანგრძლივად, ვიდრე მანამდე იყო. ამიტომ საფრთხის ქვეშ დგება, რომ ის სავალდებულო მოტორული აქტივობა საათები არ დავაკლოთ. შესაბამისად, როგორც კი კლასგარეშე აქტივობებზე მიდგება საქმე, პირველი ვიწყებთ დათვლას, არის თუ არა საკმარისად გადანაწილებული ფიზიკური აქტივობა ამ შემთხვევაში. აქ რაზე ვსაუბრობთ, მაგალითად სპორტული სექციები, მაგალითად ცეკვა და ასე შემდეგ, ხო? იმას რო თავი დავანებოთ, რომ სიახლე რა სიხშირით შემოვიტანოთ ბავშვის ცხოვრებაში, ცალკე ფენომენია. ადრეული ასაკის ბავშვი, აი დღეს ალბათ ფოკუსირება სადღაც 10 წლამდე გავაკეთოთ, ხო? მოზარდები მაინც თვითონაც მეტად უკარნახობენ, თვითონაც ერევიან უკვე თავის რეჟიმის დაგეგმვაში. 10 წლამდე ძირითადად ჩვენზეა. გათვალისწინებული უნდა იყოს, რომ არანაკლებ 1 საათი ბავშვს უნდა ქონდეს ინტენსიური, აქტიური, ფიზიკური დატვირთვის საჭიროება. დავკვირდით არანაკლებ 1 საათი დღეში და თუ ამის საშუალება რეგულარულად არ არის, რომ მაგალითად რაღაც ეს არის სირბილი, ინტენსიური არ არის ფეხით გასეირნება სკოლამდე. ეს არის ინტენსიური ხტუნვა, სირბილი, ცოცვა, კოტრიალი და ასე შემდეგ. ენერგია უნდა დახარჯოს. რა თქმა უნდა დაიფერთხოს ენერგია და ზომიერიდან ძლიერამდე ფიზიკური დატვირთვა. გაითვალისწინეთ, ზომიერ დატვირთვაზე ვსაუბრობთ მას მერე, რაც ბავშვს სუნთქვა გაუხშირდა, გულისცემა უჩქარდა, წამოახურა, ოღონდ საუბრის უწყვეტობა ჯერ კიდე დარღვეული არ არის. ანუ მას თავისუფლად შეუძლია საუბარი. ამ დროს ვსაუბრობთ, რომ მას აქვს ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. ძლიერი ითვლება უკვე იქიდან, როცა აი სულ ვეღარ ლაპარაკობს, ანუ სულის დაჭერა უჭირს, ანუ სიტყვების დაჭერა უჭირს. ეს უკვე არის ზღვარი, როცა ვფიქრობთ, რომ ზედმეტი ხო არ მოგვივიდა, უკვე ვიფიქროთ შესვენებაზე და უკან დახვეწ. ბიჭის შემთხვევაში თანაბრად, ხო? ეს ჩვენთვისაც აი ჩვენთვის ზომიერი დატვირთვა რა არის, როცა ეს სიმპტომები განვიცადეთ, მაგრამ ჯერ კიდე უწყვეტობა დარღვეული არ არის. ამიტომ ეს კარგი სიმპტომია. ჩვეულებრივ მშობელსაც შეუძლია შეაფასოს, ანუ საკუთარი შვილის შესაძლებლობების ზღვარი. ეს
1 საათი არ არის აუცილებელი ზედი იყოს, შეიძლება თანაბრად იყოს, მაგალითად 20 წუთი ნახევარი საათი გადანაწილებული და ეს შეიძლება იყოს მაგალითად ეზოში ერთად ჩავედით ველოსიპედით ისეირნა და ასე შემდეგ მეგობრებთან ერთად ითამაშ. თუ ამას მეტნაკლებად ვერ ვახერხებთ, რომ ეს არანაკლებ 1 საათი ყოველდღიურად გათვალისწინებული არ არის. მაშინ აი ჩათვალეთ, რომ საჭიროა და ანუ რეკომენდაციას გავცემთ, რომ სკოლის მიღმა რომელიმე სპორტულ სექციაში იყოს დაკავებული. და ეს არის კვირაში 3-ჯერ მაგალითად, რაღაცა იქ ფეხბურთის სექცია იქნება, კალათბურთი, ცეკვა მაგალითად და ასე შემდეგ. სამივე ერთი და იგივე საჭირო არ არის, მაგრამ შეიძლება რომ აი დავაწყვილოთ მაგალითად ცეკვა და კალათბურთი, ფეხბურთი და ცურვა მაგალითად არაჩვეულებრივი სპორტია ზოგადად ცურვა ძალიან კომპლექსური და ბევრ რაღაცას უხდება. ეს არის აი მეტნაკლებად, რასაც გავცემთ, რომ არც დავაკლოთ და ნამდვილად არის სასარგებლო. ოღონდ შევთანხმდეთ, რომ ამის მიღმაც უკვე მშობლების ინტერესი და მოლოდინი და мотивация არის რომ უკვე არაფიზიკურ აქტივობებშიც იყოს ხო ბავშვი ჩართული უფრო აკადემიური კი ბატონო უფრო შემეცნებითი და ამ შემთხვევაში კი აი აქ უკვე იწყება არ ვავნოთ მოდის წინ იმიტომ რომ გონებრივი აქტივობა სკოლა ისედაც ახალი და ესეთი შემეცნებითი აქტივობა განსაკუთრებით პირველ კლასში რეკომენდებულია რომ აქცენტი უფრო გავაკეთოთ მოტორულ აქტივობებზე კლასგარეშე აქტივობების სახით ვიდრე კიდე დამატებით რამე შემეცნებითი დავუმატოთ მაგალითად ბავშვს, ხო? ეს იქნება რეპეტიტორი მაგალითად რომელიმე სასწავლო საგანში და უცხოენაში მაგალითად ჭადრაკზე მიყავთ ხოლმე მაგალითად ბავშვები, ხო? სხვადასხვა ესეთ შემეცნებით აქტივობებზე. აქ უკვე სიფრთხილით ვუდგებით და თუ ჩვენ სპორტზე ვსაუბრობთ და 3 და მეტი კვირაში პირიქით სასარგებლო შეიძლება იყოს, აკადემიურ აქტივობებზე კვირაში ერთხელ 2-ჯერ და თვითონ აკადემიური აქტივობის ხანგრძლივობა არ უნდა იყოს დიდი. ეს არის ნახევარიდან 1 საათამდე, ხო? სპორტული აქტივობა ითვლება 1 საათი და მეტი და ამისთვის ბავშვი ამტანია და მზადარი და პირიქით სასარგებლოა, მაგრამ აკადემიური აქტივობების ხანგრძლივობა დიდი არ უნდა იყოს. ანუ კლასში ისედაც უწევს მას 40 წუთიანი, 45 წუთიანი გაკვეთილების ატანა. ეს დამატებითი რეპეტიტორი იქნება ჭადრაკი თუ ასე შემდეგ 30-დან 60 წუთამდე ან შუაში აუცილებლად უნდა იყოს შესვენება, მოტორული შესვენება, როცა ბავშვი ადგება, გაირბენს, გამოირბენს და ასე შემდეგ. კიდევ ერთი რაღაც მინდა გითხრათ, აი როდესაც ვიყავი მაგასაკში თქვა, ხო, ჩემ დროს სავალდებულო იყო თითქოს, რომ აი მუსიკაზე უნდა გვევლო ყველას. ფორტეპიანოს. და მეც დავდიოდი. თქვა 7 წელი და განსაკუთრებული ნიჭი არ მქონდა, მაგრამ ცუდი არ ყოფილა ჩემთვის მაინც, მიუხედავად ჩემი სურვილის წინააღმდეგ რომ ვიარე, მაინც ცუდი შედეგი არ გამოიღო. მოგახსენებთ, ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივია მუსიკალური განათლება და ზოგადად მუსიკალური აქტივობები ძალიან უხდება თავის ტვინის განვითარებასაც, ასე ვთქვათ, აი ეს ვთქვათ, ალტერნატიული ჰემისფეროები და ბალანსი, ასე ვთქვათ, დომინანტურ და არადომინანტურ ჰემისფეროს შორის მუსიკალური განათლება ძალიან კარგი მას მინიმუმ კარგი მსმენელი ყალიბდება თუ კარგი პიანისტი და მუსიკოსი არა ამის შემდეგ. ოღონდ ესეც გადის აი უფრო ინტელექტუალურ და უფრო შემეცნებით ნაწილში ვიდრე ფიზიკურ აქტივობაში. ნახეთ, იმიტომ რომ ფორტეპიანოსთან ვზივართ, მაგალითად გუნდზე და სიმღერაზე და ამაზე მაინც ან დგას ბავშვი, ან მოტორულად უფრო შეზღუდულია. შედარებით შერეული ტიპის არის მაგალითად აი თეატრალური სტუდიები, სადაც სპექტაკლებია, მოძრაობენ, მაგრამ იქაც ესეც როგორც ესეთი უპირობო მოტორულ აქტივობად არ ითვლება, იმიტომ რომ იქაც შერჩევითია, ხო? მთელი რეპეტიცია შეიძლება მჯდომარე იყოს, ან მთელი რეპეტიცია შეიძლება სცენაზე მაგალითად დიდი ფიზიკური დატვირთვა იყოს. ამიტომ ეს არანაცვლებს მაგალითად სპორტულ სექციას, ან ინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას, მაგალითად ეზოში და ასე შემდეგ. ჩვენ კიდევ ერთხელ დავაკონკრეტოთ, რომ ის სავალდებულო 1 საათი შეიძლება იყოს მშობლებთან ერთად, მეგობრებთან ერთად ეზოში გატარებული დრო. არ არის აუცილებელი ყველამ აუცილებლად ზვირადღირებულ სექციაში იაროს, მაგრამ თუ ვერ ვაბალანსებთ, ანუ აი დავუშვათ სექცია და ეს, მაშინ აი პრიორიტეტი უნდა მიენიჭოს ყოველთვის მოტორულ სექციებს. მშობლების მოთხოვნა და სურვილია, რომ აი საკუთარი პირველკლასელი შვილები უკვე სხვას ჯობდნენ და იცოდნენ უკვე ყველაზე მეტი, ხომ? აი სკოლამდელ ასაკში, ბაღის პერიოდში თვლასთან აქვს ციფრებთან ურთიერთობა, წერა-კითხვა უკვე იცის ბევრმა, ეს რამდენად სწორი მიდგომა, როდესაც ბაღის პერიოდში პირველკლასელიც არ არის ჯერ და უკვე წერა-კითხვა იცის. მხოლოდ იმის გულისთვის რომ სხვა საჯობოს და დაანახოს რომ კარგია. აბსოლუტურად არაჯანსაღია, რა თქმა უნდა, ეს კონკურენცია და მშობლის ამბიციებს, ამაზე ბევრი კვლევა ჩატარებულა და ბევრი თქმულა, ხშირად მშობლის ამბიციებს ბევრი რამე ეწირება ხოლმე, განსაკუთრებით ჩვენი აუხდენელი ოცნებების რეალიზატორები, როდესაც ხდებიან შვილები, ცოტა ცუდად მთავრდება ხოლმე ეს ყველაფერი. მე ვერ ვიარე
მდინარე ბალიტზე და ჩემმა შვილმა უნდა იაროს, მე ეს არ ვიცოდი და ჩემმა შვილმა უნდა იცოდეს. და აი ეს ზუსტად მე სამეგობრო, იმიტომ ვახსენე რომ ხოლმე რომ ზოგადად სამეგობროს რაჯობია და ბევრ რამე შეგვეხმარება ამის გარეშე არ გამოვა არაფერი, მაგრამ ხშირად ეს არაჯანსაღი კონკურენცია რომ აი მეგობარი დადის და ესეც არ ჩამორჩეს, ხანდახან შეიძლება სულ არ წამეყვანა მაგალითად იმ სექციაზე, მაგრამ მისი მეგობრები დადიან და ეხა არ უნდა გამოაკლდეს, ხო? და ცოტა ბავშვის ინტერესები გადადის ხოლმე უკანა პლანზე. აკადემიურ აქტივობებს რაც შეეხება, ნახეთ, თუ ბავშვმა ბუნებრივად გამოიჩინა ინტერესი, თამაშით, მაგალითად, იქ ფერმას ვთამაშობდით და ვოლიერები დავნომრეთ, მაგალითად, ქალაქობანა ვითამაშეთ და მისამართები და ამ შემთხვევაში ციფრები დამჭირდა, ჩემი საკუთარი ასაკი გავაცნობიერე 1 2 3 4 5 ამასობაში ციფრები ამოვიცანი. ასე თამაშით ცუდი არ არის. თუმცა სავალდებულო მათემატიკაში, ვარჯიში, სკოლამდელ ასაკში, ასე ვთქვათ, უკვე მიზანმიმართულად გაკვეთილების გამოკითხვა და ასე შემდეგ ბევრია. ზედმეტია და გადაჭარბებულად ცოტა ცუდ ემოციურ დამოკიდებულებას, ანუ უკვე ტანჯვაში ვამყოფებთ, ასე ვთქვათ, ამბავს, უკვე ვალდებულებები და უკვე რაღაცა შენიშვნები, უკვე თვითშეფასება უვარდება, იმიტომ რომ მისი გონება ჯერ ამისთვის ესეთი რაღაცა აქტიური შემეცნების თუ იმისთვის მზად არ არის. თუ ეს თამაშის ნაწილია, ჩემი სახელი მოვაწერე მაგალითად, ჩემ ნახატს ასე ვთქვათ, დედიკოს სახელი დავაწერე და ასე შემდეგ, ეს რატომაც არა, ხო, ასეთი თუ იმის მიხედვით ბავშვი როგორ წამოუყვება, ასე ვთქვათ, ამ მიმართულებით. დიახ, ხშირ შემთხვევაში სულაც არ ხდება, ვთქვათ, ძალდატანებით და თვითონ ბავშვი რაღაცნაირად ისე განვითარდება თავისთავად და ინტერნეტთან სტუმრაც ვთქვათ, ამას ხელს უშლის თუ ეხმარება ის არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის უცხო ენაზეც იწყებენ ბავშვები, ისე საუბრობს, რომ მშობელი არ ეხება ამ კუთხით. თუ ესეც არის ნაწილი, ზოგადად იგულისხმება, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვი ეკრანთან მარტო არ უნდა დარჩეს. ის დასაშვები პერიოდიც კი, რომელიც მაგალითად 3 წლის მერე ცოტ-ცოტა ნელ-ნელა მულტფილმების ყურებას შეიძლება დავუთმოთ, ოღონდ ეს არ არის საათობით ტელევიზორთან ყოფნა, ეს არის 10 წუთი, 15, 20 წუთი აუცილებლად ერთად ჩვენი ერთობლივი საუბრის პროცესში, რომ იქ ინგლისურენოვანიც ვნახეთ ასე შემდეგ. ეს რატომაც არა, ნელ-ნელა შეიძლება შემოვიდეს, მაგრამ ის რომ თლათ ინგლისურზე ვატაროთ ბავშვი, თუ ეს არ არის რამე სტრატეგიული ის რომ მაგალითად ოჯახი უცხოეთში გადადის საცხოვრებლად და ჩვენ სხვანაირად გვჭირდება ეს ენა, ან უცხოენოვანი ოჯახის წევრი გვყავს, რომელთანაც კომუნიკაცია გვჭირდება. ასე მიზანდასახულად, იმიტომ რომ მე სტუდენტობის დროს გერმანიაში უნდა გააგრძელოს სწავლა, არ არის საჭირო 5 წლის ბავშვს ვასწავლოთ, მაინდა-მაინც ყველაფერი. თამაშით ყველაფერი მოსულა და თამაშით ასე ვთქვათ, თვითონ ბავშვიც ვკარნახობს, სადამდე მოყვება და სადამდე ვერ მოყვება. სკოლამდელ ასაკში ხშირია ხოლმე, რომ მაგალითად ბალეტზე მიიყვანეს, ხო, ბავშვი ცეკვაზე მიიყვანეს, თეატრალურ სტუდიაში, მუსიკალურ სტუდიაში. თუ ბავშვი არ იღლება, თუ ბავშვი სიამოვნებას ნახულობს ამით, შემდეგ აი მოდის და ენთუზიაზმით მიყვება, რომ იცი მე დღეს იქ რო ვიყავი ეს სიმღერა ვისწავლეთ. მაშინ ცუდი არ არის, შეიძლება რომ გავაგრძელოთ. თანაც დაუკვირდით, თეატრალური არის კომპლექსური, უფრო ისეთი აი ფიზიკურიც და აკადემიურიც, მუსიკალური სტუდიებიც იქ მღერიან, ცეკვავენ, იშვიათად რომ ხა 5 წლის ბავშვები ვინმე მესე მწკრივში დააყენოს და ისე ამღეროს მაგალითად. ეს ცუდი არ არის და ეს შეიძლება მაშინ პირველ კლასშიც გადავიდეს, მერე გავაგრძელოთ. სხვა მხრივ ბავშვი რომელიც შედის პირველ კლასში, სასურველია რომ პირველი თვეების მანძილზე კიდე რამე ახალი აქტივობა არ დავუმატოთ. ანუ კი შემყავს იმ დავუშვათ მერე რამე რომ ესეთ სტუდიაში, მაგრამ აი მთლად პირველივე თვეებში გუშინ სკოლა დაიწყო, დღეს ახალ სტუდიაში მიმყავს, ხვალ კიდე ახალ სპორტულ სექციაში მიმყავს, მაინც სასურველია რომ ერთმანეთს არ დაემთხვეს. ქაბატონო, დროში გადანაწილებული. მე როდესაც ბავშვი თვითონ არაფერი არ უნდა, ვთქვათ, აი, არც ეს წრე უნდა, არც ის წრე უნდა. დიდად სკოლაში სწავლაც არ უნდა და ნუ ვთქვათ, მშობელსაც ახლა ეუბნებიან, რომ არ უნდა დავსტრესოთ, ხო, ბავშვი და რაღაცა ძალდატანება მიუღებელია, მაგრამ აი, აქაც ზომიერება სად არის, რომ რაღაც როგორ არ დავაძალოთ, მაგრამ თან არაფერი არ უნდა და რას ვაკეთებთ ამ დროს? ძალიან კარგი შეკითხვა, იმიტომ რომ ჩვენ ცოტა უკიდურესობების საზოგადოება ვართ ხოლმე და ყველაფერს ვგებულობთ, აი თეთრი და შავი, ანუ ან ძალიან ვაძალებთ და ან სულ ხელმიშვებულობაზე გადავდივართ მერე. იშვიათად რომ ბავშვს ინტერესი არ ქონდეს, ბავშვი თავისთავად თანდაყოლილად არის მეცნიერი, თანდაყოლილად არის მკვლევარი. ჩვენ პირველი ეს ინტერესი არ უნდა მოვუკლათ ადრეულ ასაკზე ზედმეტი შენიშვნებით,
არასწორი და სულ საყოდურების რეჟიმში და რაღაცა სწორდის მენაზე ბავშვს ვერ დააყენებთ ესეთი დისციპლინით. თუმცა მეორე მხრივ გარკვეული ჩარჩო საზოგადოებაში და წესები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ეს პირიქით რეკომენდებულია ინტერესების თვალსაზრისით ერთად უნდა მოვსინჯოთ ბევრი რაღაცები. ბავშვი მაინც რაღაცის ხათრით რაღაცას ირჩევს, ხო? თუ ჩვენ სახლში ვცდილობთ, რომ თანაბარი დრო გავატაროთ მაგალითად და ერთად ვიცეკვეთ, ერთად ვიმღერეთ, სხვადასხვა ჟანრის მუსიკას მოვუსმინეთ, სხვადასხვა ტიპის ხატვა მოვსინჯეთ, ძერწვა მოვსინჯეთ, ერთად შეუძლებელია, რომ რაღაცა დროის მერე, აი 10 წუთით დაწყებული აქტივობა არ გამოიკვეთოს, რომ რაღაცა მეტად მოსწონს, ან მინიმუმ ნაკლებად აღიზიანებს. და აქედან გამომდინარე ავიღოთ მერე ორიენტირი, ასე ვთქვათ, და აი ამ შემთხვევაში მეგობრების სხვათა შორის საყვარელი მეგობრის ხათრით სადღაც წავედით და მერე ნელ-ნელა გამოიკვეთება სად უფრო დაფუძნდება ეს ბავშვი. არ იგულისხმება, რომ 5 სტუდია ერთად უნდა დავიწყოთ, მაგრამ შეიძლება დავიწყოთ, მივცეთ საშუალება, წავახალისოთ, გავამხნეოთ, თუ რამდენიმე კვირაში, რამდენიმე თვეში ვხედავთ, რომ ყველანაირად ან უფრო და უფრო უარყოფითი ემოცია მომდის. ალბათ ჯობია, რომ შევეშვათ დროებით მაინც და ვცადოთ რამე ალტერნატივა, მაგრამ დანებება არ შეიძლება ის, რომ ჩემ შულს არაფერი არ აინტერესებს, როგორც წესი იშვიათად ხდება. ეს უფრო ნიშნავს, რომ მე რატომღაც ვერ ამოვიცანი. უმეტესად ეს არის ხოლმე, რომ საკმარისი დრო არა მაქვს, რომ ბავშვთან გავატარო და აი ჩვენი საათობრივ გათვალისწინებაზე რომ ვიგულისხმით, ჩამოვთვალეთ, ჩვენ ჩვეულებრივ ვაწყვილებთ ხოლმე, ანუ ერთი ბავშვი შეიძლება მე დადიოდეს ერთ მოტორულ აქტივობაზე და რამე ერთ აკადემიურზე, ხო? მაგალითად დავდივართ ცურვაზე ან ფეხბურთზე და დავდივართ მაგალითად ჭადრაკზე კიდე ან რომელიმე უცხო ენაზე. მაგრამ აუცილებელ პირობად ითვლება ის, რომ ჯერ ერთი ნებისმიერი სექცია უნდა მთავრდებოდეს დაძინებამდე 2 საათით ადრე, რომ ბავშვმა განტვირთვა და მოდუნება მოასწროს ძილამდე. აუცილებლად უნდა იყოს შუალედებში წახემსების დრო გათვალისწინებული, ანუ მშიერი ბავშვი არც ერთ სექციაზე არ უნდა მივიყვანოთ და აუცილებლად დღის მანძილზე განსაკუთრებით 10 წლამდე და მერეც მნიშვნელოვანია ეს 1 საათი მაინც თავისუფალი თამაშის დრო. თავისუფალი, როცა მეცადინეობაც მოთავებული გვაქვს, ყველაფერი მოთავებული გვაქვს, თავისუფალი თამაშის დრო უნდა იყოს გათვალისწინებული დღის რეჟიმში. ეს თავისუფალი თამაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია გავატაროთ ოჯახის წევრებმა ერთად. მშობლებთან, ბებია, ბაბუ, არა ვიცი, ერთად. აი აქ უკვე აღარ გავიჭედებით, აი რა აინტერესებს ნეტა, რა არის საყვარელი, რა სიამოვნებს. მაინც თუ დაუთმობთ ჩვენ შულებს ხარისხიანად. კი, ხარისხიანად. აი ძალიან დიდი მადლობა ესეთ საინტერესო რჩევებისთვის, საუბრისთვის, ახალი დაწყებულია სწავლა და ძალიან ბევრს ალბათ გამოადგება ის რჩევები, რაც თქვენგან მოისმინა. ბავშვთა ნევროლოგი თამარ ედიბერიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი.